მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეკასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მეტიდია. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ნამდვილად განსაკუთრებულია, იმიტომ რომ 9 აპრილს დაემთხვა ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და ამასთანავე ტკივილიან თარიღს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რადგან თავისუფლებასთან ასოცირდება ძლიერი ჯანდაცვაც და ადამიანების კეთილდღეობაც, ამიტომ ჩვენ ვეცდებით დღევანდელი დღე ასევე დავუკავშიროთ სრულ ახლახანს ძალიან დიდი მნიშვნელობის თარიღს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას. ჯანმრთელობის მსოფლიო დღე თავისთავად დაწესდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ დღეს სტუმრად მოვიწვიდეთ ქალბატონი რუსუდან კლიმიაშვილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი 1997-2017 წლებში. მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, აღარ მომშვიდობისა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან გადაცემაში მონაწილეობა და ჩვენთვისაც ძალიან დიდი პატივია თქვენი მოწვევა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ მოწმეები, რა დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები დაინერგა მაშინ, განხორციელდა, როგორ სხვაგვარად წარიმართა საქართველოს ჯანდაცვა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ასე ვთქვათ, დახმარებით, მხარდაჭერით, ხელმძღვანელობით, რეკომენდაციებით და შესაბამისად ვფიქრობ დღევანდელ დღეს ნამდვილად ღირს ამის გახსენება. მე უბრალოდ მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს თარიღი 7 აპრილი ყოველწლიურად აღინიშნება და სხვადასხვა თემა აქვს. წლევანდელი თემა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ის ამბობს ერთად ჯანმრთელობისათვის. ანუ აქ უკვე არ განასხვავებს მარტო ჯანმრთელობის სამსახურში მდგარ პროფესიონალებს, არამედ ყველას მოვალეობად სახავს ჯანმრთელობისთვის ბრძოლას დაწყებული თითოეული ჩვენთაგანიდან, მოქალაქიდან, აგერ მედიის წარმომადგენლებიდან, მეცნიერებით და რა თქმა უნდა გადაწყვეტილების მიმღები პირებითა და საერთაშორისო ორგანიზაციებით დასრულებული. მაგრამ ამ სლოგანს აქვს მეორე ნაწილიც ძალიან საინტერესო, მხარი დავუჭიროთ მეცნიერებას. რათაც იმას გამოხატავენ, რომ არაფერი რაც მეცნიერულად დამტკიცებული არ არის და კვლევებზე დაფუძნებული არ არის, შეიძლება არ მივიჩნიოთ იმდენად ვალიდურად, სარწმუნოდ, მაგრამ ყველაფერი რაც დაფუძნებულია სამეცნიერო კვლევებზე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავნერგოთ ჩვენს პრაქტიკაში და გამოვიყენოთ ადამიანების სასარგებლოდ. ასე რომ ვფიქრობ, ნებისმიერი ის თემა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არჩეული, ერგება იმ საჭიროებების შესწავლას, იმ პრობლემებს თუ გამოწვევებს, რომელსაც აქვს ადგილი მთელ მსოფლიოში. მაგრამ ჩვენთვის, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, აღვადგინეთ 1921 წელს წართმეული ჩვენი დამოუკიდებლობა, ძალიან რთული პერიოდი იყო. კოლაფსი იყო სრული. ხო მართალია? ჯანდაცვის სისტემის აღარ ფუნქციონირებდა ფაქტობრივად სისტემა მთლიანად არც ცალკეული დაწესებულებები და აი ამ ფონზე ჩვენ ვაცხადებთ დამოუკიდებლობას. და გვჭირდება ისეთი ძლიერი პარტნიორი, როგორც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აი ახლა მინდა გაიხსენოთ, როგორ გავხდით ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ამ ორგანიზაციის წევრი და როგორ წარიმართა შემდგომში ჩვენი ურთიერთობები. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი წერტილები ახსენეთ უკვე თქვენ და ჩემთვის რაღაცნაირად ესეთი გზამკვლევია, რაზე მინდა რომ ვისაუბრო, მადლობთ ესეთი დასაწყისისთვის და გავიხსენებ იმ წლებს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მართლა აბსოლუტურად წარმოუდგენელ ვითარებაში იწყებოდა მუშაობა. 9 აპრილი ეს მუდმივი ტკივილია, რამდენი წელიწადიც არ უნდა გავიდეს, ეს მუდამ გრჩება ჩვენ როგორც ძალიან დიდი ტკივილი და არაჩვეულებრივი ადამიანები შეეწირნენ ამას და სამაგიეროდ რაღაცნაირად წავიდა გზა ალბათ სიკეთისკენ. მას შემდეგ რაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, საბჭოთა კავშირი დაიშალა, გაჩნდა ბევრი ქვეყანა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გახდა უკვე მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ თითოეულ ამ ქვეყანასთან დაემყარებინა უშუალო ურთიერთობა. მანამდე ეს ვთქვათ რაღაცნაირად ესე ცენტრალიზებულად ხდებოდა, რაც ვერ გეტყვით ზუსტად როგორ ხორციელდებოდა, ის წლები უკვე ჩემს მეხსიერებაში არ არის.
12 წელს 1992 წელს განაცხადი გაკეთდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისადმი და გაერთიანდა ჯანმრთელობის ასამბლეაზე საქართველოს იქნა მიღებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ერთ-ერთ წევრად. ამ დროს საქართველოში ძალიან განსაკუთრებული პიროვნება მუშაობდა ჩემი მასწავლებელი იყო მიკრობიოლოგიის კათედრის გამგე ბატონი თამაზ კერესელიძე. ბატონი თამაზ კერესელიძე მანამდე ჩვენ გვასწავლიდა, ყველას პედაგოგი იყო, მე ვთვლი რომ ძალიან ბევრს გვახსოვს. კი და პედაგოგიც არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული იყო. მას ჰქონდა სრულებით სხვანაირი მოწოდების მეთოდოლოგია, რაღაც ძალიან რთულ საკითხებს ძალიან საინტერესოდ გვიყვებოდა და მას ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოცდილება. ის ბევრი წელიწადი მუშაობდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, მანამდე სხვადასხვა რეგიონში მონაწილეობდა ისეთ ლეგენდარულ პროგრამაში, როგორიც იყო ყვავილის აღმოფხვრა, რისთვისაც ის გუნდი ამ საკითხზე მომუშავე დასახელებული იყო ნობელის პრემიაზე, უბრალოდ მაშინ გუნდს არ ეძლეოდა პრემია და უნდა ყოფილიყო პიროვნებები. აგრეთვე ბევრი წელიწადი იმუშავა სათაო ოფისში, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში და ხელმძღვანელობდა ძალიან ბევრ პროგრამას. როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში, ზუსტად ეს გამოცდილებას, ამას ჩვენ გვიყვებოდა, როდესაც ვიყავით სტუდენტები და მონუსყულები უსმენდით, ძალიან საინტერესო იყო. როდესაც გაჩნდა საჭიროება, რომ საქართველოში ოფისი შექმნილიყო, რა თქმა უნდა, ვინ თუ არა ბატონი თამაზზე უნდა ყოფილიყო ამის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ მას ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოცდილება, ხედვა, ძალიან დიდი ცოდნა და შიგნიდან იცნობდა ორგანიზაციის სტრუქტურას და პრინციპებს. იყო რასაკვირველია ერთადერთი და კანდიდატი. განუმეორებელი. ნამდვილად გეთანხმებით. ის წლები ძალიან რთული იყო, მანამდე მე ვმუშაობდი რკინიგზის საავადმყოფოში, მაგრამ იმდენად რთული გახდა, რომ უკვე რაღაცნაირად აზრი ეკარგებოდა მუშაობას, თუმცა კი ძალიან მიყვარდა ჩემი სპეციალობა და რაღაცნაირად გულიც მწყდებოდა, მაგრამ პაციენტები ვეღარ წვებოდნენ საავადმყოფოში, არ იყო დენი, არ იყო მედიკამენტები, არ იყო არაფერი და იმ მიმართულებით, სადაც მე ვმუშაობდი, ფაქტიურად ყველაფერი გაჩერებული იყო და გაჩნდა ეს შესაძლებლობა უცბად ოფისი, სადაც შეიძლება ბატონი თამაზი იყო ხელმძღვანელი და იყო შესაძლებლობა ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე შემეტანა განაცხადი და ცოტა ძალიან მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ეს ნაბიჯი გადავდგი და არც ერთი წამი მას შემდეგ მე ამაზე აღარასოდეს არ მინანია და იმიტომ რომ სრულებით სხვა სამყაროში აღმოჩნდი, რომელიც მანამდე ჩემთვის არ იყო ცნობილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამყარო. მინდა ისევ ვყავდაუბრუნდე, რომ ვიყავი ალბათ ძალიან ბედნიერი იმ წლებში, რასაც შეიძლება იმ მომენტში იმდენად არ ვაფასებდი და ავგზნოდი, მაგრამ ბატონ თამაზისთან მუშაობა ეს იყო აბსოლუტურად განსაკუთრებული პერიოდი, იმიტომ რომ ყველაფერს ვცდილობდი რომ შევესრულო, ძალიან ბევრი რამე ვერ მოვასწარი, თუ რამეს ვნანობ, რომ რატომ მეტი კითხვა არ დაუსვი რატომ, მაგრამ მე ვიყავი მონაწილე მისი საუბრების, მასთან ექსპერტების ურთიერთობის, მისი თქვათ აზრების გაზიარების და ეს იყო დიდი სკოლა. ძალიან რთული წლები იყო. დენი არ გქონდა, წამლები არ იყო, ვაქცინები არ იყო არაფერი. და დაიწყო რაღაც აუცილებელი პროგრამების დანერგვა. პირველი ესეთი პროგრამები იყო და რაში იყო განსაკუთრებულობა ამ ადამიანის, რომ მას ჰქონდა ძალიან ესეთი ფართო და არაჩვეულებრივი ხედვა რა არის აუცილებელი პროგრესისთვის. პირველი პროგრამები, რაც დაიწყო საქართველოში, ეს იყო ეს გაწყვეტილი იმუნიზაციის პრობლემა, იმიტომ რომ მართლა დაიწყო ისეთმა დაავადებებმა აფეთქება, რომელიც დავიწყებული ჰქონდა, დიფტერიის აფეთქება მახსოვს მე, რომელიც წითელა და ბევრი სხვა. ჩუტყვავილა კი წამოვიდა ძალიან. მოზრდილებშიც წამოვიდა მახსოვს და მე მყავდა პაციენტი წითელაც
დიაგნოზით უბანზე, რომელიც ძალიან დაგვიმძიმდა მენინგიტით და აბსოლუტურად გეთანხმებით, ზუსტად 93 წელი იყო. დიახ, და აი პირველი პროგრამები ნელ-ნელა ჩნდებოდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვათა შორის უცბად ერთბაშად ყველაფერი არ იყო, მაგრამ იგივე სხვა საელჩოები ეხმარებოდა ქვეყანას, აი გერმანიის საელჩოს ჰქონდა ძალიან დიდი როლი, ამერიკის საელჩოს შემდეგ, სანამ ეს პროგრამები, როგორც ესეთ პროგრამულ სახეს მიიღებდა და აი ამ აუცილებლად ბავშვთა ფონდი, გაეროს ბავშვთა ფონდი და ეს იყო ისეთი ძალიან პარტნიორული მუშაობა მაშინ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საჭიროება იდგა ქვეყნის წინაშე, როგორც თქვი, პირველი იმუნიზაცია, ვაქცინები, კი ბატონო, მოგაწოდეს ვაქცინები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სრულებით მორღვეული არ არის ცივი ჯაჭვი, ანუ მაცივრები ადგილებზე არ არის, შენახვის პირობები აუცილებლად გასათვალისწინებელია და ძალიან დიდი რესურსი იყო ამისათვის საჭირო. ესეთი მეორე პროგრამა იყო დედათა და ბავშვთა პროგრამა, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაში იყო და ძალიან დიდი ძალისხმევა იყო საჭირო. მაგრამ მინდა აღნიშნო, აი ის პროგრამები, რომელზედაც შეიძლება ესე უპირობოდ თქვა, ბევრი ყურადღება თავიდან არ ექცეოდა, მაგრამ ბატონი თამაზის ავტორიტეტით დაიწყო აღორძინება სამედიცინო სტატისტიკის, იმიტომ რომ ვიცით, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, აფეთქება გვაქვს, მაგრამ რიცხვები, მონაცემები, კოეფიციენტები ხო გვაინტერესებს, რამდენი გვაქვს და აი ეს რო გვაქვს, ეს კარგია თუ ცუდი, სად ვართ, რომელ ქვეყანას შევედაროთ. ეპიდემიოლოგიაც ჩამოშლილი იყო, ყველაფერი არ ხდებოდა მონაცემების შეგროვება, რეგისტრაცია, სიკვდილობის აღრიცხვიანობაც მოშლილი იყო, დაბადებზე, ყველაფერი და ყველა მაჩვენებელი და ზუსტად მაშინ იმ წლებში დაიწყო ამ დარგის აღორძინება, რაც ვთვლი, რომ საძირკველი იყო, რა თქმა უნდა. საძირკველი იყო, ამის გარეშე ვერაფერს ვერ ვნახავდით, პროგრესი გვაქვს, არა გვაქვს. შედეგს ვახცევთ, არ ვახცევთ. აი ესეთი პროგრამა. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა კიდევ ვთქვა, რომ რაში მდგომარეობდა ჩვენი მუშაობა. ჩვენ აქ ძალიან მწირი რეს, ორ ადამიანი ვიყავით ოფისში და დენი არ გქონდა რაღაცა ფაქსისთვის სამინისტროში მივდიოდი, ვაგზავნიდით იქიდან ცენტრალური პოსტიდან ვღებულობდით, მაგრამ ძალიან რთული იყო. თანდათანობით ეს განვითარდა და თითქოს დღეს რომ მოვიხედავთ, გონია რომ ეს თავისთავად მოვიდა ყველაფერი და ეს ყველაფერი რაც გვაქვს, ეს ცხადია, ესე უნდა იყოს, მაგრამ ბევრი სირთულე იყო გზაში. ჩვენ ვადარებდით უბრალოდ რა ხდებოდა სხვა პროგრამებში, სხვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისებში, სხვა ქვეყნებში, სადაც უფრო ცოტა წყნარი მდგომარეობა იყო, იქ უფრო ბევრი კარგი პროგრამა ინერგებოდა. ჩვენ კიდე აი რაღაც ეს ხარვეზები უნდა დაფარულიყო უსწრაფესად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაც იყო, აი ესეთი ჰუმანიტარული მიმართულება იყო პირველ რიგში, მაგრამ მე თანდათანობით დაეწყო მომატება პროგრამების. გახსოვთ ალბათ, როცა დაიწყო ტუბერკულოზის პროგრამა, ესეც ძალიან დიდი საქმე გაკეთდა მაშინ, იმიტომ რომ უნდა აღინიშნოს, რომ არაჩვეულებრივი სპეციალისტები ყავდა ამ დარგში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უბრალოდ სთავაზობდა ცოტა სხვანაირ მიდგომას, იმიტომ რომ მაშინ იყო ესეთი ცოტა ინდივიდუალურ თვითო პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობა და შემოტანილი იყო და შემოთავაზებული უფრო სტანდარტიზირებული პროტოკოლი დოტი. კი. აი ესეთი პროგრამები, მაგრამ მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობდა დაუშვათ ისეთ საკითხებზე, რა გავლენა აქვს გარემოს ჩვენ ჯანმრთელობაზე. ბატონ თამაზის თავისი პირადი კონტაქტები და ურთიერთობებით ჩამოყავდა ექსპერტები, რომლებიც აკეთებდნენ შეფასებას და რაღაც პროგრამები ინერგებოდა. ჯერ კიდევ ბევრი წლის მერე დაიწყო ამაზე ესეთი აქტუალური საუბარი, აქტიური საუბარი და იმ წლებში ეს იყო ცოტა ესეთი თითქოს და ფუფუნების საგანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და იყო ძალიან კარგი პროგრამები და ჩვენი მუშაობის ამ დროს ახლა ვუბრუნდებით ამას, აი რამდენად წინ იყო სხვათა შორის დიდი ადამიანები ყოველთვის წინ არიან წლებით თუ სწრაფად. მინდა გითხრათ, რომ იმდენაირი დამოკიდებულება იყო, ხა როცა ვაფასებდით და ცოტა მერე გასული წლების ანგარიშები რო ვნახეთ, ჩვენ მაშინ თუ გახსოვთ,
არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა ახალგაზრდა ბრძანდებით, მაგრამ ტრანსპორტი არ დადიოდა. ჩვენ სუფთა ჰაერს სუნთქავდით, დავდიოდით ფეხით და თითქოს და რამდენჯერ მივსულ ვარ სამსახურამდე თუ უნივერსიტეტამდე ფეხით სახლიდან და უკან. კი, ასე იყო. მაგრამ ამ დროს რა ხდებოდა სახლებში, სკოლებში და შეშის ღუმელი, რომელიც აბსოლუტურად თუ ვიმეს ეჩვენებოდა რომ ძალიან კარგია და მყუდროებას ქმნის და კარგია, რა თქმა უნდა, მერე ვნახეთ, რომ ეს იყო ძალიან ცუდი ჯანმრთელობისთვის და აი ესეთ პროგრამებზე, რომელიც ცოტა წარმოუდგენელი იყო თითქოს და მაგრამ აი ესეთი რაღაცნაირი ნელ-ნელა ფართოვდებოდა ჩვენი გარემოს წყალი მე მგონი სასმელი წყალიც მაშინ იმიტომ რომ ასევე სკოლებში წავედაში იყო პროგრამა ესეთი სადაც ისწავლებოდა ხარისხი წყლის და რასაც ჩვენ არ გვიფიქრია მანამდე და ვფიქრობდით რომ გადასარევი კარგი წყალი გვაქვს მაგრამ ყველა პარამეტრს პასუხობს თუ არა მართლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მით უმეტეს ეს ნაგვის დანარჩენების თემები მაშინ დაულაგებელი იყო და ძალიან ბევრი რამ იყრებოდა მდინარეებში, წყლები დაბინძურებული იყო, მახსოვს ფილტრაცია მოშლილი იყო და მოკლედ ვიყავით ჩვენ წელს ამბავში თუ მოვიდოდა წყალი და მოუშვებდით ონკას, უყურებდით რა ფერი იყო, რა სუნი ქონდა. კი, ნამდვილად ძალიან ბევრი რამ მაშინ დაინერგა არა პირდაპირ მხოლოდ რომელიმე დაავადებასთან ბრძოლის, არამედ ზოგადად მოსახლეობის ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლის და მართვის კუთხითაც. მე ძალიან მიხარია თქვენ ეს პერიოდი რომ გაიხსენეთ, ახლა გისმენდით და რაღაც მე იდეაში რომ ვართ მაინც ეთყობა რაღაცნაირად თავისით ხდება ეს ამბავი უკვე სტიდიაც დამებადა რომ ალბათ ღირს რომ ეს ადამიანები ვინც სათავეში იყავით და შემდგომში შემოუერთდნენ გუნდს ალბათ შეიკრიბოდა რაღაცა პატარა ნარკვევი ისტორია დაწეროთ საქართველოში ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფისის მუშაობის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ის, რასაც თქვენ ახლა ყვებით. და მე ძალიან კარგად მახსოვს რამოდენიმე პროგრამა და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ტუბერკულოზის, მაგრამ აი მე უკვე მაინტერესებს 94 წლიდან, როდესაც ჩვენ ოფიციალურად უკვე ვიწყებთ მუშაობას, ეს ოფისი გახსნილია, პროგრამები მეტნაკლებად, განსაზღვრულია პრიორიტეტები და თქვენ როდესაც უკვე ნელ-ნელა გადადიხართ უკვე ხელმძღვანელის პოსტზე, როგორ მოხდა ეს? და აი თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში რას გამოყოფდით? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? ხაუცებელი არა რომ ქრონოლოგიურად მივყვეთ თქვენ როგორც გესიამოვნებათ, მაგრამ აი მე მინდა თქვენს მოგონებებში რა დარჩა ყველაზე მნიშვნელოვან ნათელწერტილად ეს რო გავიხსენოთ. თქვენ როგორ მოხვედით ბატონ თამაზის მერე ჯერ ეს გავიხსენოთ და მერე სევდიანად მესმის მაგრამ თუნებას მომცემთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს გავიხსენებ და ასპექტს დროულად დროში იყო მაშინ თანდათანობით იცით უფრო მეტი და მეტი დახმარება მოდიოდა უფრო მეტი ინტერესი ჩნდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან რომ დაგხმარებოდნენ და 96 წელს განხორციელდა ესეთი პროექტი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გამოგზავნილი იყო არაჩვეულებრივი ექსპერტი საქართველოში ბატონი ტორალ ჰასფოლდი რომელიც გახლდათ ტრომსოს უნივერსიტეტის პროფესორი და იქიდან დაიწყო ეს დიდი მეგობრობა ნორვეგიასთან და მინდა გითხრათ რომ ეს ოჯახი ბატონი ტორალფი და მისი მეუღლე ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში დღემდე 96 იმ წლებში აქ ცხოვრობდნენ 2-3 წელიწადი აი სიამოვნებით მოვიწვიოთ ისინიც როცა მოგძავნებია აუცილებლად იმიტომ რომ ძალიან ბევრი პარტნიორული პროგრამა მერე განხორციელდა უკვე შემდეგ ტრომსოს უნივერსიტეტთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრში სწავლობენ ახალგაზრდა სპეციალისტები იქ აქ ჩამოდიან სპეციალისტები ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მაგრამ მაშინ რა იყო მნიშვნელოვანი აი ეს ბევრი ორგანიზაცია რომ მუშაობდა საქართველოში ყველას თავთავისი პროგრამა ჰქონდა და ცოტა ფრაგმენტული იყო ეს დახმარება, იცით, ვინც რასაც ჩათვლიდა საჭიროდ რომ იმ მიმართულებით დახმარებოდა, რა თქმა უნდა ეს კოორდინირდებოდა გარკვეულწილად, მაგრამ რაღაცა ჩარჩოში არ იყო მოქცეული. და აი ბატონი ტორალფის და ბატონი თამაზ კერესელიძეს თაოსნობით სხვა ბევრ საქართველოში სპეციალისტთან და ექსპერტთან ერთად დაიწყო მუშაობა
ჯანდაცვის პოლიტიკაზე. და პირველი ჯანდაცვის პოლიტიკა შემუშავდა და ასე ვთქვათ, ბეჭედი დაესვა 1999 წელს და ის განსაზღვრავდა შემდეგი 10 წლის მიმართულებას და ეს იყო სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მანამდე ესეთი არ გქონდა. არც ბევრ ქვეყანას არ ქონდა, მინდა გითხრათ და ეს ჩვენ ამით ძალიან რაღაცნაირად გვეამაყებოდა ეს და ის განსაზღვრავდა სხვადასხვა მიმართულებების როგორ უნდა განვითარებდეს. მას დაერთო შემდეგ რაც ესე ძალიან გვჭირდებოდა მაშინ რომ სისტემა სამუშაო გეგმა, სადაც გაწერილი იყო უკვე წლების მიხედვით რა უნდა ყოფილიყო, როგორი დაფინანსება საჭირო, როგორი რესურსები იყო ამისათვის საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს. შესაძლოა იქ ცოტა მაღალი თამასა იყო გათვალისწინებული და ესეთი ამბიციური გეგმები იყო დასახული, იმიტომ რომ იმ ძალიან რთულ პირობებში არ იყო ადვილი ყველაფერი სათანადოდ დაფინანსებოდა, მარტო ფული ხო არ ინფრასტრუქტურა, ფინანსიც და ეფექტურად მოხმარება აი ამ მწირი რესურსების, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მინდოდა აუცილებლად ამეღნიშნა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცნაირად ძალიან მაშინ დავიწყოთ თანამშრომლობა. ეს ტერმინი ჯანდაცვის პოლიტიკაც მაშინ გაჩნდა უფრო მეტად, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე რაღაც ნაკლებად ვაქცევდით ყურადღებას, რომ ეს ცალკე მეცნიერება, ცალკე დარგია, ცალკე დისციპლინაა ჯანდაცვის მენეჯმენტი, ადმინისტრირება, ჯანდაცვის პოლიტიკა და როგორც გლობალური ჯანდაცვა ასეთი ტერმინიც ჩვენთვის ცოტა უცხო იყო და ზოგადად გლობალური გეგმები და სტრატეგიები რატომ უნდა ასახულიყო აუცილებლად ქვეყნებსაც, ესეც მაშინ ჩვენთვის ცოტა უცნაური იყო, ხომ? ну თანდათანობით სწორედ ჯანდაცვული ორგანიზაციამ მიგვაჩვია ამას. მაშინ იყო ძალიან კარგი ჯანმრთელობის მენეჯმენტის ცენტრი. ცენტრი კი ბატონო. არაჩვეულებრივი სპეციალისტები, რომლებიც შემდეგ ეხლაც დღესაც ძალიან აქტიურები არიან. ბატონი თამას, ბატონი ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობდა და აი ეს იყო და მე აი ამას რაღაცნაირად მონაწილე არ ვიყავი, იმიტომ რომ მე უბრალოდ ჩემი ფუნქცია მაშინ იყო უფრო სხვაგვარი, მე უნდა რაღაცნაირად მომეგვარებინა, ვთქვათ, ამის ორგანიზება და სხვა მიმართულებაზე შემემსუბუქებინა სხვა ასპექტები, მაგრამ მე ვხედავდი, როგორ მუშაობდნენ ეს სამუშაო ჯგუფები, სადაც ყველა დარგის წარმომადგენელი იყო, ყველა საზრი იყო გათვალისწინებული, ყველა ეს არ იყო ისეთი იმპერატიული იყო. კი და მაშინ დიდი იმედები და დიდი სურვილი და დიდი, ასე ვთქვათ, ენთუზიაზმი იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ შენდებოდა ქვეყანა, შენდებოდა ჯანდაცვის სისტემა. ჯერ მაშინ ესე ჩვენ არც გამოვყოფდით, რომ ეს ჯანდაცვის სისტემა, აი ჯანმრთელობის განვითარება. მე დავიწყე ოფისში მუშაობა 99 წლიდან, სამწუხაროდ არაჩვეულებრივი ადამიანები ცოტა ზოგჯერ უძლურები არიან რაღაც დაავადებების წინაშე. ამდენად ესე მოხდა, რომ მე უკვე მე მომიწია მუშაობა, რომელიც იყო ძალიან რთული, ძალიან ესეთი დიდი პიროვნების შემდეგ რაღაცნაირად რომ უნდა ეცადო, მაგრამ ისეთი მხარდაჭერა მქონდა ყველა მხრიდან და ისეთი ანუ ბუნებრივად გაჩნდა ეგ აზრი, რომ რახან ასე მოხდა, თქვენ უნდა ჩაგენაცვლებინათ ბატონი თამაზ. ესე ძალიან ესე ცალსახად არ იყო, იმიტომ რომ ეს იყო გახსნილი ვაკანსია, სადაც ძალიან კარგი სპეციალისტები განაცხადები შემოვიდა. ქონდათ განაცხადები, მე ზოგმა გადაიფიქრა, მაგრამ იცით, სხვები იყვნენ უკვე ძალიან კარგი სპეციალისტები თავიანთ დარგში და ამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისს ცოტა ამოცანა ჰქონდა რაღაცნაირად ისე თანაბრად განვითარებული იყო ბევრი მიმართულება და მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად რადგან მე უკვე მანდ ვმუშაობდი და ცოტა შიგნიდან უკვე გაცნობილი ვიყავი ამ ვითარებას, ეს ალბათ დამეხმარა. გარკვეულწილად დამეხმარა, თანაც საინტერესო იყო იმ წლებში რაღაცნაირად ქალი მესმესებოდა ხელმძღვანელი. ძალიან ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდა იყო ეს და ძალიან რთული ნამდვილად, მაგრამ როგორც გითხარით, ისეთი მხარდაჭერა მქონდა ყველა მხრიდან და ესე ჩვენც მერე ოფისში ორნი ვიყავით, მე და მერე შემომიერთა ირინა ნინოა და აი ესეთი პატარა ოფისი ვიყავით და თანდათანობით დაიწყო უფრო მეტი
რესურსების ჩადება ქვეყნის ოფისებში გაძლიერება დაიწყო და ამდენად ცოტა ესე მეტი პროგრამა წამოვიდა. თუ არ ვიცი გახსენებთ რომ 2000 წელს გამოვიდა ძალიან ცნობილი და მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც მიეძღვნა ჯანდაცვის სისტემებს. იქ მოხდა შეფასება ქვეყნების სხვადასხვა კრიტერიუმებით, ესეთი იყო და ფინანსება, სერვისების მიწოდება, რესურსები, მათ შორის ადამიანური რესურსები და შემოვიდა ახალი სიტყვა stewardship, ანუ მართვა. და ქვეყნები იყო რაღაცნაირად შედარებული, ცოტა რთული და მტკივნეული იყო ეს ანგარიშის წაკითხვა ჩვენთვის, იმიტომ რომ ვერ ვიქნებოდით ჩვენ ძალიან სახარებიელო ადგილას და ძალიან ბევრი რამ მქონდა გამოსასწორებელი და გასაუმჯობესებელი და გასაძლიერებელი, მაგრამ ზუსტად აქედან გაჩნდა დიდი ინტერესი უკვე აი ამ მოდელი ყოფილიყო ჩვენი მიმართულების ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანდაცვის დაფინანსება, იმიტომ რომ მართლაც ამ ანგარიში აისახა ის, რომ ყველას აქვს სხვადასხვა ინტერესი, ყველა მონაწილე აქტორს, რომელიც მონაწილეობს პროცესში, ჯანდაცვის მინისტრს რაღაც მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორ განკარგოს პაციენტს, ოჯახს, პარლამენტს, ფინანსთა სამინისტროს და მიდგომა გაჩნდა ესეთი, რომ უნდა იყოს რაღაცნაირი ესეთი უფრო ერთიანი ხედვა, ვის რა როლი გვაქვს და რანაირად უნდა განვითარდეს და რომელი არის საკვანძო. ეს ამ 4-დან ყველა, რა თქმა უნდა, იყო საკვანძო, მაგრამ ძალიან დიდი ყურადღება მიექცა ადამიანური რესურსების განვითარებას. შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურაზე ფიქრი, იმიტომ რომ ეს მოძველებული და ამორტიზირებული შენობები ცოტა ვეღარ ასრულებდნენ იმ ფუნქციას, რაც მათ ეკისრებოდათ და აი იქიდანაც დაიწყო ესეთი ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა უკვე ბარსელონას ოფისთან, რომელიც მუშაობს ჯანდაცვის სისტემებზე და მუდამ ატარებს ძალიან საინტერესო კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს. ჩვენი ძალიან ბევრი სპეციალისტი მიემგზავრებოდა, სწავლობდნენ, ნახულობდნენ საუკეთესო მაგალითებს სხვა ქვეყნები როგორ მიაღწიეს, რაც ჩვენთვის რთული იყო, იმიტომ რომ გახსოვთ, თქვენ ალბათ არ ვიცით რა გახსოვთ, მაგრამ რესურსი და ბიუჯეტი იყო ისეთი მწირი, რომ იმ ძალიან კარგი იდეების ნუჯებიდან გადახდის მოდელი ქონდა ფაქტობრივად მაინც ჩვენ მაშინ და ბისმარკზე ფიქრი, ანუ ლევერიჯზე ფიქრი ზედმეტი იყო და ეს ჯანმრთელობა ყველასათვის, ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ესე ვთქვათ იმპერატივი ჩვენთვის რაღაცნაირად ცოტა საოცნებო იყო, იმიტომ რომ ისევ ჩვენ ჯერჯერობით ძალიან მწირი რესურსები გქონდა. და აი ესე დაიწყო ამ 2000 წლიდან უკვე სხვადასხვა თანდათანობით გაფართოვდა, თანდათანობით ოფისმაც დაიწყო უფრო გაფართოვება, იმიტომ რომ უკვე გაჩნდა საჭიროება, რომ რაღაცა პროგრამებს ყოლოდა თავისი კოორდინატორი და გახდა ვთქვათ ესეთი იყო გადამდები დაავადებების პროგრამა, მერე აუცილებელი გახდა ვთქვათ შიდსის, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის პროგრამა, ეს ჯანდაცვის სისტემები, ჯანდაცვის რესურსები, ადამიანური რესურსები, რაც თავი მახსოვს, სულ მუდამ ვიცით, რომ ჩვენთან ექთნების დეფიციტია და სულ მუდამ ვეძებთ გზებს, რომ როგორ უნდა მოხდეს და როგორ ვისწავლოთ სხვა ქვეყნებიდან, რომ რაღაცნაირად ეს დავაბალანსოთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია და ძალიან გადინებაც ძალიან მაღალია. გადინება არის ძალიან მაღალი, მაგრამ აი გვიჭირს რაღაცა სპეციალობებში, გვიჭირს რაღაცა სპეციალობები კვლავაც არის უფრო მომხიბლავი და მიმზიდველი და აი ესეთი ვითარება. აი ესე თანდათანობით ესე ვმუშაობდით ყველას დახმარებით და თავარი ჩვენთვის იყო ექსპერტების ჩამოყვანა სხვადასხვა ქვეყნებიდან, გაცნობა და ჩვენი ადამიანების სპეციალისტების გაგზავნა კი ბატონო კვალიფიკაციის სასამაღლებად ყველა კონფერენციაზე და მინდა გითხრათ იყო რაც მაშინ გადამზადდა და კადრები ასე ძალიან ბევრი ეს იყო ძალიან ინტენსიური მუშაობა და მინდა გითხრათ რომ ესეთი კარგი გრძნობაა, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა გაიცნეს, ნახეს რა, როგორ შეიძლება ჩამოდიოდნენ და მე მართლა დიდი ენთუზიაზმით ვცდილობდნენ რაღაცა ცვლილებების დანერგვას და
საინტერესო იყო, რომ თავიდან თქვა ცოტა ისეთ მოგზაურული როლი თუ ქონდათ ჩვენ სპეციალისტებს, შემდეგ ეს პარტნიორობა გახდა აბსოლუტურად თანაბარი, იმიტომ რომ საუკეთესო სპეციალისტები მიდიოდნენ და აკეთებდნენ ისეთ პრეზენტაციებს და არაკლიათ ქართველებს თავია პირობები პროგრამების წარდგენას და შემუშავებას, მაგრამ შიგნით ქვეყანაში მაინც უფრო მეტი და მეტი რესურსი იყო საჭირო. ხო, სხვათვის მანდაც იყო ერთი პრობლემა, იმიტომ რომ მე როცა ეცნობი როგორ უნდა იყოს და ვეღარ ახერხებ იგივე აწყო საკუთარ ქვეყანაში სხვა, ზოგადად ტექნიკური, ფინანსური და სხვა მიზეზების გამო, თუნდაც პოლიტიკური ნების გამო და ასე შემდეგ, ცოტა უფრო რთულია ხომ, როცა არ იცი კიდე იმდენს არ ნერვიულობ, რიცი როგორ უნდა იყოს და ვერ აკეთებ, ძალიან რთულია. ამიტომ მე დაიწყო ზუსტად აი ეს პერიოდი, რომელსაც ერქვა ადვოკაციის პერიოდი, რომელსაც ერქვა კომუნიკაციის პერიოდი, საზოგადოების მობილიზების, რომ ესეთ ადამიანებს, რომელსაც ნამდვილად მტკიცებულებებზე სწორედ დამყარებული ცოდნა და რეკომენდაციები ჰქონდათ და არა საიდანღაც მოტანილი, უნდა როგორმე დაერწმუნებინათ პროგრამის ხელმძღვანელებიც და რა თქმა უნდა ჯანდაცვის მინისტრია, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი და მთლიანად მთავრობა იმაში, რომ აი ეს ასე უნდა გაკეთდეს, ეს ასე უნდა დაინერგოს და ასე მოხდა სხვა შორის მეც მაშინ ამ ორ ტრიალში, იმიტომ რომ როდესაც გლობალურმა ფონდმა პირველად დაწერა გლობალური სტრატეგია ტუბერკულოზთან, სწორედ ჟისთან და მალარიასთან ბრძოლაში ადვოკაცია, კომუნიკაციის და საზოგადოების მობილიზების როლზე პირველი აღმოჩნდი, რომელიც სწორედ ჯანმოს ექსპერტმა ირინა ზატოშევსკი თუ გახსოვთ ეს იყო ჩამოსული, შემარჩია მაშინ მე, ახალი გასული ვიყავი დეკრეტულიდან ზუსტად, ჩემი თემა ეხებოდა ჯანდაცვის პოლიტიკას ტუბერკულოზთან ბრძოლის საკითხებში დისერტაციის და ალბათ ამან განაპირობა და მაშინ აღმოჩნდი მე სწორედ დატრენინგებული ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის მიერ ამ საკითხებში და დღემდე რა ვიცი მოვყვები სიამოვნებით ამ ადვოკაცია, კომუნიკაციის და საზოგადოების მობილიზების სტრატეგიას და გეგმებს, იმიტომ რომ მაშინაც აღინიშნა, რომ ეს არის ქოლგა, რომ ამის გარეშე როგორ ბრწყინვალე პროგრამებიც არ უნდა დაწერო და დადო თუ არ განახორციელე და არ დაარწმუნე და მხარდაჭერა არ მოიპოვე, აზრი არ აქვს და მაშინ ჩვენ ძალიან ბევრი ტრენინგი ჩაგვიტარეს და მე უკვე ჩვენ თვითონ ჩავატარეთ. არაერთხელ ჩამოსულან ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქ, არაერთხელ წავაყვანი ვართ ჩვენც რო გვენახა და ბევრჯერ გქონია ეს განცდა წეგან რაც თქვი, როდესაც იცი როგორ უნდა აწყო, მაგრამ ხანდახან ხელფეხი შეკრული გაქვს და მაშინ ადვოკაციამ ნამდვილად გარკვეულად თავისი როლი ითამაშა რაღაცებში მოვიპოვეთ ზოგან პროგრამული, ზოგან სამთავრობო, ზოგან საერთაშორისო სხვათა შორის მხარდაჭერა იყო ესეთი ეპიზოდიც, როდესაც ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციას მივწერეთ ინტეგრირება, როცა იყო 2008 წელს თუ გახსოვთ ტუბერკულოზის პროგრამის უბრალოდ საერთო ქსელში და ერთი ამბავი ავტეხეთ, რომ ჯერ ეს ნაადრევია, იმიტომ რომ ჯერ დოც პლუსიც არ ქონდა დანერგილი და ჯერ ასე ვთქვათ ტუბერკულოზის პროგრამის ესე განზავება საერთო ჯანდაცვაში უბრალოდ დაღუპავდა ამ დარგს და კი ხედავთ დღემდე ეს მაშინ სხვა შორის მიამაყება ბატონ ლევანი შარაშიძეც დამიდგა მაშინ წითელი ჯვარიც გვერდით და მიამაყება რომ ჩვენ ეს მაშინ შევძელით, ეს იყო საერთაშორისო ადვოკაციის პირველი შემთხვევა მაშინ ჩემ ცხოვრებაში და გადავარჩინეთ ასე ვთქვათ ინტეგრაციას ეს პროგრამა, იმიტომ რომ დღემდეც ხედავთ, რომ ეს ცალკე თავის საქმის ბრწყინვალედ ასრულებს და თითქმის ელიმინაციის კი ბატონო უკვე მოთხოვნამდეც და ამბიციამდეც მივედით. და აი დაუბრუნდეთ ჩემს შეკითხვას ისევ, უბრალოდ მე სიამოვნა გახსენება ნამდვილად იმ წლების თქვენგან, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვიყავით ამაში გარკვეულწილად ჩართული და მართლა დიდი ენთუზიაზმის და მონდომების სხვა არაფერი დაინტერესება მაშინ არ იყო, უბრალოდ ყველას უნდა თავის ქვეყნის შენება იმ დარგში, რომელ დარგშიც ჰქონდა მიღებული განათლება და გამოცდილება. ამიტომ მინდა კითხოთ, თქვენი მე ჯერ ერთი მინდა აუცილებლად აღნიშნო, მინდა მაყურებელმა იცოდეს რატომ მოგიწვიეთ, იმიტომ რომ მე როცა თანამშრომლობდი ჯანმოსთან, თქვენ იყავით საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და არანორმალურად მშვიდად და ლამაზად მახსენდება ის წლები. მიხარობდა ყოველი შეხვედრა თქვენთან აი იმ კონფერენციებზე, იმ ვორქშოპებზე თუ სხვა ოფიციალურ შეხვედრებზე, იმიტომ რომ აი ესეთი საოცარი მშვიდი და პროფესიონალური ხელმძღვანელობა ოფისის
არ ვიცი, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება და დღეს გიხდით მადლობას იმ ღვაწლისთვის, რომელიც მთელი 20 წლის განმავლობაში თქვენ ჩადეთ ამ ხელა ორგანიზაციის ქვეყნის ასე ვთქვათ ოფისის ხელმძღვანელობის დროს. და ჩემი კითხვა ისევ, რომელი დღე, მოვლენა, ფაქტი, პროგრამა გახსენდებათ დღეს ყველაზე ემოციურად ან ყველაზე დიდი სიამაყით, რას გამოყოფდით აი ამ 20 წლიან ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის, ძალიან მადლობა. მინდა აღნიშნო, რომ ვერაფერს ვერ შევძლებდი მე და ნამდვილად ჩემი წვლილი და ჩემი როლი იყო წირი ძალიან, იმიტომ რომ აი 2004 წლიდან დადგა ჩვენ ოფისში კიდე არაჩვეულებრივი პერიოდი, მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი და ჩემთვის ძალიან კარგი პერიოდი, როდესაც აი რომ გითხარით აღნიშნე რომ პროგრამები ემატებოდა, გაჩნდა შესაძლებლობა რომ ადამიანური რესურსებიც მომატებულიყო ოფისში და მეტი ექსპერტი და სპეციალისტი ყოფილიყო დარგების მიხედვით და 2004 წლიდან დადგა ეს ბედნიერი მომენტი, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მუშაობა და თანამშრომლობა შემოუერთდა ბატონი ამირან გამყრელიძე. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მე ვერაფერს ვერასოდეს ვერ შევძლებდი, რომ არა ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანის წვლილით გვერდით ყოფნა. აი ეს მომენტია შესაძლოა, რომელთანაც ადრეც უკვე თანამშრომლობდით და კარგად თანამშრომლობდით, მაგრამ ყოველთვის იყო ძალიან დაკავებული, ძალიან რთული იყო მისი, ასე ვთქვათ, საუბარი მასთან დაწყება და დროის გამოძებნა ამისათვის და მოგვეცა საშუალება რომ ოფისში იმდენი კითხვა დამესვა, რამდენიც მინდოდა და მინდა გითხრათ, რომ საათში ალბათ ძალიან ბევრ კითხვას უსვამდი და ყველაფერზე ვღებულობდი ძალიან კვალიფიციურ პასუხს და აი ძალიან ბევრი პროგრამის წარმატება ალბათ ამან განაპირობა, იმიტომ რომ კვლავაც ჩვენთან ჩამოდიოდნენ ექსპერტები, მაგრამ როგორც თქვენ თქვით, აი როგორც თქვენ ტუბერკულოზის პროგრამა გადაარჩინეთ, აი ეს საქართველოში ძალიან არა მარტო, მაგრამ ხო იყო ესეთი ეპიზოდები, თქვენ გულისხმობთ ყველა პროგრამებში. იმიტომ რომ იცით რა, ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვიცით და შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორ არის კარგი. და ყველას გვინდა რომ ესე კარგი იყოს და სულ გვინდა რომ არ იყოს ტუბერკულოზი საერთოდ და არ გვჭირდებოდეს მასზე, მაგრამ ეგრე გადათარგმნა ცხოვრებაში, ეგრე ადვილად არ ხდება და ძალიან მნიშვნელოვანი არის მომენტი, როდის არის, არ უნდა იყოს ძალიან ადრე, რომ არ გავაფუჭოთ რაღაცას და არც დაგვიანება და ძალიან დიდ ხანს ფიქრიც არ ღირს, იმიტომ რომ რაღაცეები მიდის წინ და ცოტა სწრაფად გჭირდება. უნდა ამოიცნო. და აი როდესაც ბატონი თამაზ მაყურებელმა იცოდეს რატომ მოგიწვიეთ. პარალელებს ვატარებ. კი, როცა იყო ოფისში, აი ეს ჩვენი ძალიან ბევრი ექსპერტი, რომელიც ჩამოდიოდა, მათთვის ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ მოესმინათ რა შესაძლებელია გაკეთდეს დღეს, რა უნდა დაგვეწყო უკვე გუშინ და ვთქვათ რა გადავდოთ ხვალისთვის, იმიტომ რომ მართლა რაღაცნაირი ფრთხილი დამოკიდებულება იყო საჭირო და ძალიან კარგი ანალიზი და ძალიან კარგი მიდგომები შეფასებას მაინც ალბათ თქვენ აკეთებდით და ამიტომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესით უსმენდნენ, კითხულობდნენ, პირველი შეხვედრა ყოველთვის მასთან იყო, მეგრე მისიის მსვლელობისაც ვთქვათ დარდებოდა რაღაცეები და მსჯელობა მიდიოდა ინტენსიური და შემდეგ ძალიან კარგი შედეგებით სრულდებოდა, ვთქვათ, ესა თუ ის მისია და როცა ვამბობ, რომ დღეს რაც გვაქვს, ჩვენ მგონია, რომ ეს რაღაცნაირად თავისთავად მოხდა, არ იყო ესე თანდათანობით რაღაცეებზე ხდებოდა მეტი აქცენტის გადატანა, იმიტომ რომ გახსოვთ, სულ იყო გადამდები დაავადებები, ის იმუნიზაცია, ვაქცინაცია, უმთავრესი ტუბერკულოზის შიცი, უმთავრესი ყოფილი. მაგრამ რაღაცნაირად ჭრილში რჩებოდა არაგადამდები დაავადებების პროგრამები. ეხლა დღეს რომ მოვიხედავთ და ვნახავთ და თქვენ გეყოლებათ ალბათ ჩვენი
წარმომადგენლები და ისაუბრებენ, თქვათ, რისკ ფაქტორებზე, თამბაქოს პროგრამაზე, რომელიც იყო ძალიან წარმატებული უკვე სხვა ხელმძღვანელობის დროს განხორციელებული და აი ესე თანაბარ აი არა გადამდები დაავადების მნიშვნელობაზე ცოტა მოგვიანებით დაიწყო ლაპარაკი. ამ დროს ყველას ყავს ოჯახში აუცილებლად ადამიანი, რომელსაც ან ჰიპერტონია აქვს, ან ონკოლოგიური დაავადება, ან რესპირატორული დაავადება, უმნიშვნელოვანესი, მაგრამ აქ რატომღაც რესურსების თემა იყო, რომ რესურსი ნაკლებად იდებოდა, ნაკლებად ხორციელდა. ამ დროს ამ პროგრამის განხორციელება შეიძლება ზუსტადაც აი ესე ინტეგრირებულად რისკ ფაქტორებზე ყურადღებით, იმიტომ რომ ზუსტად ჩვენი ამოცანა არის არა მხოლოდ მკურნალობა, რაც აუცილებელია, როდესაც დადგება უკვე დაავადება, მაგრამ პრევენცია და შეძლების დაგვარა და აი ეს ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტივობა ეს ყველაფერი ამას ძალიან ბევრი მუშაობა ჭირდებოდა. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ალიანსის შეიქმნა ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ორგანიზაცია ბუნებრივია პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ ისეთ რისკ ფაქტორები, როგორც თამბაქო, ალკოჰოლია, არაჯანსაღი კვება, დაუშვათ ფიზიკური უმოძრაობა, რა ძალიან დიდი სენი გახდა ამ ბოლო დროს. ეს ძირითადი რისკ ფაქტორები, რაც გვაქვს და რა თქმა უნდა გარემოს უსაფრთხოება. ამაზე ვიფიქროთ, მაგრამ აქაც ძალიან დიდი რესურსია საჭირო, რომელიც უკვე ჯანდაცვას ცდება. დაწყებული რეგულაციებით, რომელიც იგივე გამონაბოლქვს ეხება თუ ამა თუ იმ წარმოებას ეხება თუ სოფლის მეურნეობას თუ სხვა ყველაფერს, რაც საბოლოო ჯამში მე უკვე ქმნის დაბინძურებას გარემოსი თუ საკვების თუ შემოტანას დაუშვათ იმ შაქრის შემცველი და გაზიანი სასმელების და არაჯანსაღ კვებას, ეგრეთ წოდებულ fast foods ტრანსხიმებს და ასე შემდეგ. ამას უკვე ალბათ მომიჯნავე სფეროებმაც უნდა მიხედონ და აი აქ ჩვენ მივედით იქამდე, რომ მაკოორდინირებელი ორგანო, რაღაცა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა უწყებებს იმ სოფლის მეურნეობას, მრეწველობას, იმ ტრანსპორტს თუ სამედიცინოს და ასე შემდეგ ერთმანეთთან დააკავშირებს. აი როგორ ფიქრობთ, რამდენად მე მახსოვს იყო ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული იმისთვის სწორედ რომ სხვადასხვა პროგრამის წარმომადგენლებს ქონოდათ კოორდინაცია ერთის და სხვადასხვა დონორებს ქონოდათ, რომ დუბლირება არ მომხდარიყო და ერთი დონორი რასაც აკეთებდა, იგივე კი არ აკეთებენ, არამედ სხვა ნიშა ამოესო სხვა დონორს და ფიქრობ ეს ძალიან წარმატებული იყო მაშინ ამან ძალიან ბევრგან განაპირობა ის რომ სწორად დაალაგდა პრიორიტეტებიც და საქმეც განაწილდა, მაგრამ აი მომდევნო წლებში თუ იყო თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში უკვე არაგადამდები დაავადებების საკითხი ამ თვალსაზრისით კოორდინირების კუთხით დაყენებული თუ ეს უკვე მაშინ ცოტა ნაადრევი თემა იყო და მხოლოდ ეხლა ჩდება ეს ნიშნები. დიახ, იცით, ყველა აღნიშნავდა ამის მნიშვნელობას, მაგრამ არ იყო მზაობა, რომ დიდი რესურსი ჩადებულიყო. თვითონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებდა თვითონ ქვეყანას უფრო მეტი ძალისხმევა წასულიყო ამ მიმართულებით და ყოველთვის იყო რაღაცნაირად ნაკლებობა, თუმცა აი კომუნიკაცია და ადვოკატირებით რა თქმა უნდა წავიდა უკვე ძალიან ესეთი გაძლიერება. ჯანმომ ვერ დანერგა რამე პროგრამა მაგ პერიოდში, ხო ახალი უბრალოდ მოუწოდებდა ქვეყანას. მოუწოდებდა ქვეყანას, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები იყო და იქაც დაიდო დიდი ანგარიში და სხვათა შორის გაეროს ასამბლეასაც იყო გაჟღერებული მიწოდებული ანგარიში, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა უბრალოდ მასში არიდებოდა ისეთი საერთაშორისო რესურსი, როგორც ვთქვათ, იგივე მანამდე დაუშვათ ტუბერკულოზის გადამდებში, იმიტომ რომ იმათ სხვა რისკები ჰქონდათ და მაგრამ თანდათანობით ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა და დღეს უკვე, რა ვიცი, ბევრი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, ახლა იგივე ონკოლოგიაზე რო ვისაუბროთ, მე მახსოვს დრო, როდესაც საერთოდ არაფერი არ ხდებოდა, არ ფინანსირდებოდა და არ იყო და დღეს ვხედავთ სად ვართ, ხო, რამდენი რაღაცა არის დაფარული, რამდენად უფრო არა აქვს ადამიანს სანერვიულო, როდესაც
თქვა გარდა იმისა, რომ უნდა ინერვიულოს თავის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავდროულად თქვა ძალიან ბევრი რაღაცა. საერთოდ ნებისმიერი პროექტი და პროგრამა იწყებოდა როგორც პირველი საცდელი რაღაცა სტადია, რომელსაც უნდა ეჩვენებინა სიკეთე ამა თუ იმ პროგრამის და შემდეგ უკვე სახელმწიფო იღებდა ამაზე პასუხისგებლობას და ერთ-ერთი კიდე მინდა გავიხსენო ამ ბოლო წლებში, რაზედაც იყო ძალიან ინტენსიური მუშაობა, პირველადი ჯანდაცვის. პირველადი ჯანდაცვა, ახლა უნდა მეკითხა სხვათაშორის, კი ბატონო. რომელიც აი საფუძველია, იმიტომ რომ არ უნდა მიდიოდეს იმდენი პაციენტი ჰოსპიტალურ სერვისებამდე, რამდენიც სამწუხაროდ ხდება, იმიტომ რომ პირველადი ჯანდაცვის ამ დონეზე არის საჭირო, თქვა, დახმარება და გაძლიერება. მაგრამ აქაც მოგვიწია ძალიან კარგ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან მუშაობა. ქალბატონი ირინა ქარუსანიძესთან, კაკი ზოიძესთან, ეს იყო ერთი დიდი სიამოვნება და ეს იყო აი ესეთი რამოდენიმე წლის მანძილზე მუშაობა იმ ნახსენებ ადრე ბარსელონას ოფისთან, რომელიც ჯანდაცვის სისტემებზე მუშაობს და ჯერ კიდევ მაშინ ჩაიდო საძირკველი. აი ეს ბევრი სწავლება, ბევრი ტრენინგი, ბევრი სამუშაო ჯგუფები, მე ესე კასკადურად ტრენერი ასწავლის უკვე შემდეგ ადამიანებს, მაგრამ ბევრია საჭირო კიდე. კი, რა თქმა უნდა, ეხლა რეაბილიტაციაში ძალიან დიდი იყო როლი ჯანდაცვის ორგანიზაციის. ძალიან. საკმაოდ სერიოზულად შეისწავლეს საჭიროებები. ჯერ ბევრი რამეა იქაც გასაკეთებელი, იმიტომ რომ სამწუხაროდ მარტო ერთია ეს თავზურგდენის ტრავმების დაზიანებების შემდგომ რეაბილიტაცია გახდა შესაძლებელი და ისიც მარტო სტაციონარული ნებართვის მქონე დაწესებულებებში, რაც სამწუხაროდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს ძალიან გამოცდილ დაწესებულებებს რეაბილიტაციო გამოჯანსაღებას, რომელსაც სტაციონარული არ აქვს და ამბულატორიულ რეჟიმში მუშაობენ. სამწუხაროდ ვერ ერთვებიან ამ ფორმალობის გამო პროგრამაში და ვფიქრობ, აი ესეთი ტიპის მსჯელობები ჯერ კიდევ გრძელდება. ეხაც ნამდვილად გროვის ფარგლებში ვიცი, რომ ჯანდაცვის ორგანიზაცია სწავლობს სწორედ ადამიანურ რესურსს, ასე რომ მართალია, მე აბსოლუტურად გეთანხმებით, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და უკვე მე მინდა უბრალოდ მაყურებელმა გაიგოს, რომ აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები იმდენად მოსტუმრებულია, ანუ მსხვილი სამუშაოები, რომ ახლა ჩაშლითი სამუშაოები მიდის და მიდის გაძლიერება იმ პროგრამების, რომელიც დაწყებულია, მაგრამ ახლა ჭირდება ძალიან რთულია, ძალიან ბევრი განშტოება აქვს და ძალიან ბევრი მდგენელი აქვს ამ პრობლემებს. თუმცა სანამ ჩვენ საუბარს დავამთავრებთ, მე მაინც აუცილებლად მინდა აღვნიშნო, წერან თქვენც რო საუბრობდით, გამახსენდა რომ ჩვენ არ გვეხსენებია მაყურებლისთვის, რა თქმა უნდა, თორე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რატო ასე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები ზოგადად. რატო ასე მნიშვნელოვანი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი, რაც მოხდა განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის სამსახურისთვის და სარგებლისთვის, ეს იყო გაწევრიანება ამ ხელა ორგანიზაციაში, რატო იყო ძალიან დიდი მიღწევა ქვეყნისთვის, რატო იყოს მანამდე შეუძლებელი და რატო გახდა შესაძლებელი, როცა ეს კიდევ ერთი დიდი სიკეთეა, რაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა და ეს მინდა გაიაზროს თითოეულმა მოქალაქემ. იმიტომ რომ რაც არ უნდა ვიღაცას რაღაც ხანერად ახსოვდეს და მისწიროდეს, ძალიან ბევრი კარგი რამ იყო საბჭოთა მედიცინაშიც, რა თქმა უნდა, ამასაც ვერ უარყოფთ, მაგრამ იმდენად მახინჯი სახე ქონდა ამას უკვე ბოლოს მიღებული, აღარც სემაშკო იყო, აღარც სისტემა იყო, აღარც უფასო იყო და აღარც რა თქმა უნდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საკადრო რესურსის განვითარება ზედმეტი იყო ამაზე, განსაკუთრებით კოლაფსის შემდგომ პერიოდში საუბარი, მაგრამ ჩვენ სულ სხვა მედიცინა ვისწავლეთ, სულ სხვა ჯანდაცვა ვისწავლეთ, სულ სხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სულ სხვა სტატისტიკა ვისწავლეთ, სულ სხვა კვლევები და ბიოსტატისტიკა ვისწავლეთ, სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობით და მე მინდა უბრალოდ თქვა, რამთხელა მნიშვნელობა აქვს რეკომენდაციას და ორი სიტყვით ვახსენო კვლევებიც, ვინაიდან წლევანდელი სლოგანიც მეცნიერებაზე ორიენტირებული, მაგრამ მარტო ამიტომ არა. სწორედ მტკიცებულებებზე და კვლევებზე რომ არის დაფუძნებული ეს რეკომენდაციები, იმიტომ აქვს სახელმწიფოებს, მთავრობებს მორალური ვალდებულება ეს რეკომენდაცია მიიღონ და შეასრულონ, ხომ ასეა? თორე იურიდიულად ჩვენ ვალდებულება სამართლებრივად როგორც ასეთი, რომ დავუშვათ ჯანმოს რეკომენდაცია იურიდიულად გვევალებოდეს, რომ აღვასრულოთ და მივსდიოთ, არა გვაქვს, ხომ? ეს უფრო მორალური ვალდებულებაა ქვეყნების.
და აი ამის შესახებ მინდა ორი სიტყვით მოახსენოთ, ვიდრე დავასრულებთ, რატოა ჯანმოს რეკომენდაცია ვალიდური, მნიშვნელოვანი, სარწმუნო და რატო შეგვიძლია ეს რეკომენდაცია ულაპარაკოთ, უპირობოდ მივიღოთ ხოლმე, თუ რა თქმა უნდა ადაპტირებით საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ ჯანდაცვის სისტემაზე მორგებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილეთ ყურადღება და რატომ? იმიტომ რომ ზუსტადაც ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მას ხელთ აქვს კვლევები და შესწავლა სხვადასხვა მთელი მსოფლიოს ქვეყნების მაგალითების და ჩვენ უკვე როდესაც ვთქვათ რაღაცა მომენტი გვიდგება, გვინდა საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ამიტომ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ეს გახსნილობა, ღიაობა, ურთიერთობა პარტნიორობთან და ჩვენ ვთქვათ, უნდა ვიყოთ ორიენტირებულები იმ ქვეყნებზე, სადაც უკეთესად ცხოვრობს ადამიანი, არის უფრო ბედნიერი, კეთილდღეობა არის კარგი და ჩასახვიდან და ჯანსაღ სიბერემდე ვთქვათ, ძალიან კარგ ცხოვრების ციკლს გადის და რაღაც სერვისები და რაღაც სისტემები არის დაალაგებული ისე, რომ უფრო მიესადაგებოდეს ადამიანს, მის დამი იყოს ეს პატივისცემა, მისი ინტერესების გათვალისწინება, ეს არის უმთავრესი და ჩვენთვის ამ კვლევებს და ამ ცოდნას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ უკეთესი ვნახოთ, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ექსპერტები გავიდნენ გარეთ და გაიცნონ სხვა ქვეყნების მაგალითები, ნახონ, რა არის ჩვენთვის მისაღები, რა არის ჩვენთან გაკეთებადი და რაზე უნდა ვიფიქროთ, ან არ ვიფიქროთ, რაღაცა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენ სხვანაირად გვირჩევნია გაკეთება. ეს დროის და რესურსის დაზოგვაც არის, რაც უკვე აპრობირებულია, არ გამოიგონება ახლიდან. უკვე შემუშავებული და უკვე კარგი შედეგები მოიტანა, უკვე ვხედავთ როგორ მუშაობს, უკვე ვხედავთ რა ხერხებით, რის ხარჯზე როგორ ამცირებენ, ვთქვათ, რაღაცა უარყოფით მხარეებს, სტიგმა როგორ უნდა დაიძლიოს. ერთ-ერთი კიდე მინდა აუცილებლად ვახსენო, მენტალური ჯანმრთელობის პროგრამა, რომელზედაც ამდენი საჭიროება არსებობს, რაღაცა როგორ ეპყრობი ხო ამ ადამიანებს არის ძალიან და როგორ უნდა შექმნა ის ვითარება, რომ ადამიანი მოვიდეს დროულად და შეძლოს და ეს სტიგმა და ადამიანი უნდა იყოს ცენტრში ყოველთვის. კვლევები არის ძალიან მნიშვნელოვანი, უბრალოდ მე არის საკითხი დგება, როგორ გადავთარგმნოთ ეს კვლევები რეალობაში და როგორ განვახორციელოთ, მაგრამ აი მთავარი არის გახსნილობა, ბევრი ქვეყნის მაგალითის შესწავლა, ეხლა რაც დაინერგა ეს რეგისტრები, რეესტრები, ეს ყველაფერი არის უკვე სხვა ქვეყნის გავლილი გზის შეფასებით, სწავლით, იქ ადგილზე ჩასვლით, ნახვით, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გქონდა ჩვენ ესტონეთთან, იქ ჩადიოდნენ ჩვენი ექსპერტები, ნახულობენ როგორ არის მოწყობილი, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად გაიარა გზა ესტონეთთან და საუკეთესო შედეგები აქვს. ძალიან კარგია კი ესპანეთში, გერმანიაში, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც რაიმეს სწავლა შეგვიძლია და აი დღევანდელი ოფისიც იგივე ვახსენე ბარსელონას ოფისი მრავალჯერ და იქ წელიწადში ორჯერ ტარდება ძალიან კარგი სწავლება, სადაც არის აი ჯანდაცვის დაფინანსებაზე საუბრები და ვთქვათ ტუბერკულოზი და ფინანსირება, არაგადამდები დაავადებები და ფინანსირება. რაც ახლა ჩვენთან ცოტა სუსტი რგულია, მაინც ჯანდაცვის ეკონომიკური მსაზღვრელები არის სწავლება ესე ცალკე, ჯანდაცვის ეკონომიკა არის სწავლება ცალკე და მე ვფიქრობ აი თუნდაც პოსტდიპლომურ ეტაპზე ესეთი ტრენინგები ნამდვილად გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია და იქითაც უნდა წავიდნენ აუცილებლად ექსპერტები და აქაც უფრო მეტი უნდა ჩატარდეს აი ესეთი კონფერენციები, ღონისძიებები, სადაც მოვიწვევთ საუკეთესო ექსპერტებს, იმიტომ რომ აი ეს არის უმთავრესი გაზიარება თანაბარ პირობებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქვთ ჩვენ სპეციალისტებს სათქმელი და დღევანდელ დღეს უკვე ჩვენი ოფისი ძალიან გაძლიერებულია და ყავს საერთაშორისო ქართველი საერთაშორისო ექსპერტები კი და დღევანდელი ხელმძღვანელი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ გექნება თქვენ შესაძლებლობა რომ მას გაესაუბრო და დღევანდელ სპეციალისტებს, იმიტომ რომ ძალიან კარგი
სპეციალისტები ყავს ახლა ოფისში და ბატონი სილვიო დომენტი დღევანდელი ჩვენი ხელმძღვანელი ისეთი გუნდი შექმნა და ისეთი ვითარება შეხვდა რომ ძალიან შექმნა და მე ძალიან მომწონს და ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ რომ აი თანამშრომლები ვთქვათ თავის შეფასებებს აკეთებენ საერთაშორისო თვალით დანახული რეალობა და საჭიროებები აღმოჩნდა რომ არის უმნიშვნელოვანესი და მე ვთვლი რომ ეს კარგია რომ ოფისი ამ მიმართულებით გაძლიერდა და აი კიდე იმდენი შესაძლებლობა დაემატა და ისე გაზარდა იგივე ჩვენი თუნდაც დაფინანსება და შესაძლებლობები ამ უცხოელმა წარმომადგენელმა რომ მე ვფიქრობ რომ ბევრად მეტი საქმე კეთდება ახლა ძალიან მიხარია რომ ასეთი იმედიანი სიტყვები დაგვიტოვეთ გადაცემის ბოლოს, ანუ არ იქნება ჯანდაცვისუფლების ორგანიზაციისგან, რა თქმა უნდა, საქართველოს მიტოვება, პირიქით, მხარდაჭერა, დახმარება, მეგობრობა, რეკომენდაციები, პარტნიორობა გაგრძელდება. და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეხლა უკვე როცა ყველაზე პრიორიტეტული, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მწვავე მეტნაკლებად გამოკვლეულია, დაალაგებულია სტრუქტურები შექმნილია, ალბათ უკვე იმ სხვა მწვავე საკითხებზეც გადავლენ, რომელიც არანაკლებ აწუხებს დღესდღეობით და შეიძლება არაგადამდები დაავადებების ცხოვრების ხარისხის კუთხით უფრო მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ აი ხა თქვენ ახსენეთ, ვიდრე ტკბილ სიბერემდე და უზრუნველყოფილამდეო და ჩვენ ძირითადად რა თქმა უნდა დედათა, ბავშვთა, ჩვილთა ახალგაზრდების უფრო პროდუქტიული ასაკის მოქალაქეებზე შეიძლება მეტი აქცენტი გაკეთებული და ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ასაკიანი ადამიანებისთვის. მე მახსოვს ზუსტად 90-იან წლებში მედიცინის ისტორიის კათედრასთან ერთად ჩატარდა ძალიან დიდი კავკასიურ ხალხმრავლობაზე კონფერენცია და იქაც ჰქონდა მაშინ მოხსენება ჯერ კიდევ მაშინ და ჯერ კიდევ აი ჩემ ბავშვობის დროს 70-იან 80-იან წლებში სწორედ უცხოელები ჩამოდიოდნენ და გაუგნებულები აღწერდნენ აი ამ კავკასიურ ხანდაზმულობას. სრულიად შემთხვევით ამერიკაში ხანმოკლე ჩემი ცხოვრების დროს შემხვდა რაღაცა წიგნი, რომელშიც გადავშალე და ფოტოები იყო სწორედ ჩვენი ხანდაზმული 100-ლამდე და მეტი ასაკის ადამიანების. ერთ-ერთი აფხაზეთიდან იყო ძალიან კარგად მახსოვს ეს ფოტო და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ აი საქართველოს ეს საკითხი არის მტკივნეული საკითხი, როგორი არის 60 და 65 პლუს ადამიანების ცხოვრება, როგორ უნდა იყოს განვითარდეს გერონტოლოგია, არა გერიატრია უბრალოდ და უკვე არსებული დაავადებების მართვა, არამედ დაბარების მექანიზმები ისეა უკვე შესწავლილი და გადაღეჭილი, რომ გარკვეულწილად ამ მექანიზმების ცოდნის საფუძველზე გარკვეულწილად გადაწევა, ასე ვთქვათ, სიბერის და ნაადრევი გამოვლენის, ასე ვთქვათ, პრევენცია, იმიტომ რომ იმდენი სტრესი აქვს ჩვენს მოსახლეობას, იმდენი პრობლემა აქვს. ელემენტარულად ზოგიერთ პენსიონერს უბრალოდ შეა საჭმლის ფული არ აქვს და იქ უკვე საუბარი ჯანმრთელობაზე, წამალზე და პრევენციაზე წაძნელია და კვება და როცა ვეუბნებით რეკომენდაცია რა არის რომ ჯანსაღი სიბერე ქონდეს და ვამბობთ რომ ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება პირველ რიგში და რა თქმა უნდა მავნეჩვეებზე უარის თქმა ეგ ცოტა მე ხერხულობას გრძნობ რომ აი ამ ჯანსაღი კვებისთვის და აი ამ ფიზიკური აქტივობისთვის პირობები პრაქტიკულად ამ ადამიანებს არ აქვთ ხომ შესაბამისად ვფიქრობ რომ გასაკეთებელი კიდევ ნამდვილად ბევრია მაგრამ მიხარია რომ არსებობს უკვე თქვენი თქმის არ იყოს აპრობირებული პროგრამები ნებისმიერი ასაკის ნებისმიერი დაავადების ნებისმიერი ასე ვთქვათ რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით და ვფიქრობ კლავაც ჩვენ მტკიცებულებებზე მეცნიერებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების მოსმენა, მიდევნება და აღსრულება უნდა შევძლოთ, თუ ნამდვილად გსურს, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს იმ ხალხების გვერდით, რომელიც დღეს კეთილდღეობაში, სიმშვიდეში და ბედნიერებაში, ჰარმონიაში ცხოვრობენ საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. თქვენი საუბარი დღევანდელი ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიამოვნება, მოგონება იმ მძიმე, მაგრამ ნამდვილად გულწრფელი შრომისა და თავდადების წლების, გადასარევი ადამიანების მეც დიდი სიამოვნებით ვიხსენებ დღეს ბატონ თამაზს, რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღესაც აქტიურად მოღვაწეობს, კიდევ დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას უსურვებ
ჩვენ ქვეყანას უსურვებ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, სიძლიერეს, თავისუფლებას და პირველ რიგში ჯანმრთელ, ბედნიერ, კეთილდღეობაში მცხოვრებ მოსახლეობას. ასე რომ თქვენის ნებართვით დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, კიდევ ერთხელ მადლობა მოგზაურობისათვის. დიდი მადლობა ამ კარგად საუბრისთვის. ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.